პენსია მაგდა და 340 ლარი. არაფერი არა იგი 340 ლარი. ერთხელ წავალ ბაზარში ჩემი პენსიით და დამთავრდა. სხვა სამი კვირა რა ვქნა. პირობით აჩვენდა ბაზარი. ხო და მივდივარ ერთხელ 300 ლარი ყველაფერი აი ბავშვები დავაკმაყოფილო, ოჯახი დავაკმაყოფილო ერთ კვირას მინდა მაგ. დანარჩენი 3 კვირა ხომ უნდა ბავშვებს რაღაცა იმ კვირას რომ უტახვალი არ გინდა არ ჭამო ხომ ვერ ეთქვი. ხო და ასე ძალიან რთულია. რატო არა და წასულები არიან ზოგი საზღვარგარეთთან, ზოგი ქალაქში ცხოვრობს. და არა ფიზიკურად არაა მეზობელი. ისე რომ მეზობელმა გადმოვიდეს და მოგეხმაროს იმის მეზობელიც არა. მაგალითად რომ გამიჭირდეს. გევედი მე და ხუნას უძახი საძროხე მაგიგეთ, ჩემი ხელი დავთოლი, ვიზა უნდა მეცადა. საძროხე. ვინა ფიზიკურად არა. საკათმე, საკურდღლე ყველა ჩვენ დავთვალ. ადრე რომ სახლის დათოლვა ხდებოდა, აი ამ დროს გეუნები, ჩაის ამოსახე, ამ დროს რომ სახლის დათოლვა ხდებოდა, აი პურმარილი კეთდებოდა, ნადი იყო, დადიოდნენ დღეს ჩემს სასხვალი იქეთ, ზეგე იქეთ და ითოლებოდა. ახლა ეგერ მეზობელი მყავს, მარტომ დათოლა ორი სახლი გაცმა. იმისა რომ არავინ აღარაა და იმიზა. თუ არა, რომ იყო მაშინ კი იყო, ნადებს უძახოდით, ნადი ქვიოდა და ერთი მეორეს ეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა ფიზიკურად კაცი არაა. რადგან წავიდა და უპირობობამ, უმუშევრობამ, უფულობამ აიძულა გაქცეული იყო საზღვარგარეთ. რავი, ზოგი იტალიაში, ზოგი საბერძნეთში, ზოგი სადაც ნახეს სამუშაო. თორემ ძირითადი ქალაქშია წასულები ახლა. იქეთ ოჯახები ჩანს, ეგ სულ ქალაქში არიან ყველა. ხო და რა ვიცი ახლა ძირითადად კია, ინტერებიც არიან, რომ მუშაობენ აქანე სამსახურებიც აქვენ, ფართობებიც აქვენ, კია დასაქმებულები, მაგრამ რა ვიცი უდროობაცაა. დროც არაა რომ ბინესთან გადახვიდე, მეზობლები ახლა თქვენ ცხოვრობთ, ეგრე ჩავდიოდით იქანე, იყო დრო. ახლა აღარაა. ახალგაზრდებიც კი არიან, მაგრამ ძირითადად წასულები არიან. ახლა რომ გაყობი აქეთ და ბიჭ დატიებული ყავს სამი შვილები, მოხუცებული დედმამა წასულია იტალიაში. ეგერ იქეთ ხალი წასულია კიდე საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ოჯახი არ ჩინოს. სხვა სამსახური აქანი არაფერი არაა. ხო და აქნა სამხალხო არსებობა ყველას უნდა. იმ დატიებულსაც და ყველას. თუ აქ სამუშაო არ გამოჩნდა არაფერი, ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველებ. თუ აქან ადგილობრივ და ახლა ჩემი შვილი ვერცად იურიდიული დამთავრებული, ვერცად ვერ მიდის, არა აქ იმის იგი რომ საზღვარგარეთ წევი. აქანი არა აქ დასაქმება. ხო და ვიძულებული ვარ, ჩემი ქმარი წევი დავატყობი კაცია და მუშაობს იგი და გვარჩენს ჩვენ ასე ქვია. არა, მე ახლა ასაკიანი ვარ და მახსოვს 85 წელს იმ ხელათოვლი იყო რომ აი ხომ ჭიშკარზე გადმოვდიოდი ზევიდან. მაგრამ მე ისე შეიცვალა პირობები, რომ თოვლი თითქმის არ მოდიოდა. წელს ძალიან კატასტროფა იყო. ამ ხელათოვლია ამბებ დროზე, აი თებერვალში თუ არა, დეკემბერში და იანვარში რომ მოსულიყო არ იყო საგვირი. და ახლა უკვე გამოზაფხულებას ველოდით. და ძალიან იმპერიის სიტუაცია იყო. აღარც ვიყავით ხალხი მომზადებული თოვლისთვის. ხო და რა ვიცი, ისე მოიგიქნა რომ ყველას მართლა ძალიან გაუჭირდა. საქონლის საჭმელი აღარ აქვს ხალხს მომარაგებული. მისი პირადი საჭმელი არ აქვს მომარაგებული ხალხს. მართლა აი მოხალისეებით თქვი და თუნდაც სახელმწიფო მართლა დროული დახმარებაა. იმისა რომ მართლა ინტერი ოჯახებია ძალიან ასაკიანები რომ პატრონი არ ყავენ ინტერები. პატრონიც არ ყავენ და ესე ჩვენ ახლა ახალგაზრდები ვართ შედარებით. მე ახალგაზრდას ვეუბნები ჩემ თავს შემიძლია მუშაობა და შვილი მყავს და ოპერაციებთან მე არაფერი პრობლემა არ მაქვს. რამეს გაკეთებაზე, მაგრამ ახლა მომენტი ასე მოხდა. თავლავდით გზას, ჭიშკარი ამოვთოლეთ, გარაჟის კარები ამოვთოლეთ. და რა ვიცი, ასე. თუ არ გათოლე ვერ გეივლი. გაგვეღო და ცოტა ზეს შენათა და მანქანა რომ შემოვიდეს, რა ვიცი. ვიცი ახლა თუ მთავრობა რამეს წამოეხმარება ხალხს მართლა, მე რომ თქვა რომ მე ძალიან ისე მიჭის მთავრობამ თუ არ დამეხმარება, შენ მოგდე იმეთქი მასი არ ვარ. იმისა რომ მე ჩემს იმდენს კი ვახერხებთ ოჯახი რომ არ გაგვიჭირდეს, მაგრამ ხომა მართლა ასაკიანები რომ არიან. იგენ სხვა საზღვარი არაფერი არა აქვთ. თუ მისი პენსია, ვისაც პენსია აქვს, იმას წამალიც კი ჭირდება უკვე ასაკში რომ შედის. რაფასია კი არა, ტყავი გაგზურა, ასე ქვია, აი ერთი ოპერაციაზე აგერ. მithumedes სახელმწიფო 70% დააფინანსა, მაგრამ მაინც. ხო, რამდენი უნდა აქვს აქ და რომ ჩემი ხმა რომ არ გვეხმარებოდეს და არ იგი მართლა ძალიან გაგვიჭირდება. კი ახლა ყველაფერს ვაწარმოებ ბოსტანსაც, ყანასაც, ყველაფერს, აი რაც შეიძლება სოფელში ადამიანმა მეიყვანო, მაგრამ სპიჩკა ვერ ვაწარმოებ, მარილი ვერ ვაწარმოებ, ზეთი ვერ მოვიყო. ხო. ჩვენი სათქმელი რა ვიცი, ღმერთი თუ შევხედავს რა.
ღმერთი გადმოგხედოს, თორმეტი არა. ხანდახან გამგებას რომ წევე მასხრებით რომ ბიჭო ღმერთის იმედზე ხომ არ უნდა ვიყოთ და რამე რაღაცა მთავრობამ ხომ და შეიძლება იქნას რასაც მაძლევენ და რასაც მპირდებიან ყველაფერი ხალხში მიმაქო და სხვა თუ არ მომცემენ მე რა ვქნაო კაცი გეუნება და ახლა რა ქნას მართლა თვითონ იყო მაგრამ ძირითადად შეუნდა ეცადო კაცმა შენი თავის მეტი გზა არა